Mirsialu dradoseri, uliu geuns borgi, apunt zarkhulekot khozu damorchili dozot hanji, tsanas tsana, kini tsana, vau sotinias bolo, domaishen khwalevorek, umaalet dom bolo. ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას გამომცემლობა ინტელექტის ავტორები იღებენ. F5 უკვე 6 წელია იმართება და მისი მიზანი სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობაა. პროექტი საქართველოს პენცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალზე წარდგენილი იყო დანიელ ფიფიას მეგრული ლექსების კრებული, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობითა და დაფინანსებით დაიბეჭდა. როგორც თამარ ბელქანია აღნიშნავს, წიგნი გია ხარჩილავას ხსოვნას ეძღვნება. ისიც როგორც დანიელ ფიფია იყო წალენჯიხიდან და მთელი თავისი საქმიანობით რუსულ ტოტალიტარიზმს ებრძოდა. მან ერთადერთმა გაიმარჯვა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, იყო არჩეული მერი და ერთადერთ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში შექმნა უნიკალური სამოდელო კოალიციური თვითმმართველობა, სადაც პრიორიტეტად განათლება შეირჩა. ჩვენი და გია ხარჩილავას ერთ-ერთი იდეა იყო წალენჯიხაში დანიელ ფიფიას ოდაბადეში სოფელ ობუჩის სახლ-მუზეუმის შექმნა, რომელიც ამ ბრწყინვალე პოეტს მომავალ თაობებს გააცნობდა როგორც რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლის თავგანწირვის მაგალითს. გია ხარჩილავა 2024 წელს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა დანიელ ფიფიას სახლ-მუზეუმი და ეს გამოცემაც სწორედ მის ხსოვნას ეძღვნება. Am არაჩვეულებრივი კაცის ბედი პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უახლეს ისტორიას, როდესაც ის და ტერენტი გრანელი ერთ ეპოქაში ებრძოდნენ ტოტალიტარიზმს. ანუ ესენი არ იყვნენ მხატვრები, რომლებიც წერლები, პოეტები, რომლებიც უბრალოდ პეპლებზე, გაზაფხულზე და ჩიტებზე წერდნენ. არამედ ესენი იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მთელი თავისი შემოქმედებით იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. აი ეს ლიტონის სიტყვა არ არის, თუმცა ყველაფრის პროფანაცია შეძლო საბჭოთა ისტორიოგრაფიამ, რომელმაც სრულიად ყალბი ისტორიის ვერსია შემოგთავაზა ჩვენს თაობებს და სამწუხაროდ მომავალ თაობებსაც, რადგან ჩვენი ისტორია არის გადასაწერი. ეს ადამიანი თავისი არაჩვეულებრივი ისტორიით უკვე დასტურია იმის, რომ ჩვენ ისტორიაში აღმოვაცენეთ ადამიანი, რომელიც იყო, მაგრამ ისტორიოგრაფიამ წაშალა. ასეთი არის წალენჯიხელი ობუჯელი დანიელ ფიფია. მე ახლა არ შეკადრებთ, რომ ლექსი წავიკითხო, თუმცა არაჩვეულებრივია. დაგირიგებთ ამ წიგნს და მე-17 გვერდზე წაიკითხეთ ლექსი, რომელიც შეუძლებელია არ იყოს გვერდით დიდი ქართველი ავტორების. მე მინდა მადლობა მოვუთხრა ყველას, თავს არ შეგაწყეთ, უბრალოდ წიგნია დასტური იმის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმის რესურსი, რომ გადავრჩეთ. ჯერ კიდევ გვაქვს იმის რესურსი, რომ განათლება ჩავაყენოთ ხალხის სამსახურში. ჯერ კიდევ გვაქვს იმის რესურსი, რომ პოლიტიკოსები არ ასოცირდებოდნენ ადამიანებთან, რომლებიც ტენდერებში ზიან, რომლებიც მაგარი მანქანები დადიან, რომლებიც მალავენ ცოლის, ბიძის, ბაბუის ანგარიზე საკუთარ ფულს და პოლიტიკოსები უნდა ასოცირდებოდნენ ხალხთან, აი როგორიც იყო თუნდაც გია ხარჩილავა, თავისი განათლებით, თავისი ოჯახიშვილობით, თავისი წარმომავლობით, თავისი დამოკიდებულებით ხალხისადმი, ხელოვნებისადმი, წიგნისადმი, წიგნიერებისადმი, რადგან ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახე, ისტორიის სახე და აი ამ ისტორიაში უნდა დავიბრუნოთ ადამიანები, თუნდაც ის წალენჯიხელები, რომლებმაც ლიტერატურას, მეცნიერებას, სპორტს, ყველაფერს შეძინეს, ციტირების ინდექსი აწიეს არა მხოლოდ პატარა საოკუპაციო გამყოფ ხაზზე მდებარე მუნიციპალიტეტის, არამედ საქართველოსი და მე დღეს მიხარია, რომ აქ ვიცემერის რანგში წარმოადგენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ერთადერთ ოპოზიციურ, ერთადერთ თვითმმართველობას, სადაც კოალიცია შედგა, იმუშავა, იყო ხალხის სამსახურში და 4 წიგნის გამოცემა მოასწრო. მე ვარ ბედნიერი და მადლობა მინდა გითხრა თქვენ დღევანდელი შეხვედრისთვის, ჩვენ აუცილებლად ჩვენ შვილებს თვალებში ჩავხედავ და ვეტყვით, რომ ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ხალხის ნება არა მხოლოდ გაგვეჟღერებინა, არამედ ბოლომდე მიგვეყვანა იმ ღირებულებამდე, რაც ჰქონდა დანიელ ფიფიას. მთელი ჩემი მუშაობა სამეგრელოში უკავშირდება სწორედ დეოკუპაციას და განათლების ჩართულობას, იმიტომ რომ ერთადერთი რამ, რაც საქართველოს
აბჯრად შეიძლება გამოადგეს ეს არის ისტორია, თუმცა მას სამწუხაროდ ისტორია არ გააჩნია და დიდი ნაწილი აი ამ ისტორიის, რომელიც ოფიციალური ვერსიით არის შემოთავაზებული, უბრალოდ ყალბია და ამის კიდევ ერთი დასტური არის არა მხოლოდ წინა გამოცემა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ტერენტი გრანელის ნახატები, არამედ ეს არაჩვეულებრივი წიგნი და ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებლად გავაკეთებდით სახლ-მუზეუმს და დღეს აგვესწრება ქალბატონი იზოლდა ფიფია, რომელიც გახლავთ უკვე ამ სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი, მე მადლობა მინდა მას უთხრა აი ამ საქვეყნო საქმისთვის, რაც გააკეთა, იმიტომ რომ უნდა არსებობდეს ისტორიის მეხსიერება და ეს ისტორიის მეხსიერება პირველ რიგში არის მუზეუმის.